თხზულება უნდა ითარგმნებოდეს აუცილებლად თავდაპირველი დედნიდან, იმ ენიდან, რომელზედაც იგი შეიქმნა. შესრულებული თარგმანი ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს, მაგრამ სიზუსტემ არ უნდა შელახოს იმ ენის ბუნება, რომელზედაც ძეგლი ითარგმნება. თარგმანზე დართული უნდა იყოს სპეციალური კომენტარები, რომლებშიც განხილული იქნება თხზულებასთან დაკავშირებული ისტორიულ-გრამატიკულ ტექსტოლოგიური საკითხები. ასეთ სახელმძღვანელო წესებს წმინდა ეფრემ მცირე იმ მთარგმნელებს აძლევს, რომელთაც რომელიმე ძეგლის ორიგინალურიდან სხვა ენაზე გადმოტანა სურთ და რაც მთავარია, ამ ყველა წესს თვითონაც ზედმიწევნით ზუსტად იცავს. მის მიერ ნათარგმნი ყველა სასულიერო ლიტერატურა არასოდეს შორდება დედანს და ქართულ ენაზე მკითხველამდე სწორედ ის სულიერი მუხტი მოაქვს, რომელიც წმინდა მამებს საკუთარ ნაშრომებში ჩაუდიათ. ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეფრემ მცირემ ჰომილეტიკის თარგმნაში და ერთ-ერთი ესეთი კრებული გახლავთ გრიგოლ ღვთისმეტყველის 16 ლიტურგიკული სიტყვის ეფრემისეული თარგმანი. ეს მე-10 საუკუნის ბოლოსათვის ნათარგმნი აქვს ექვთიმე ათონელს და უკვე მე-11 საუკუნის ბოლოსათვის ხელმეორედ თარგმნის ეფრემ მცირე და სწორედ ეს ელინოფილური მეთოდი ჩანს ძალიან კარგად ექვთიმესეული და ეფრემისეული თარგმანების შედარებისას. აი სწორედ რა ნაბიჯი გადაიდგა ექვთიმეს შემდეგ ამ თარგმნელობით მეთოდის თვალსაზრისით ჩანს ძალიან კარგად ექვთიმეს თვითონ ეფრემი ახასიათებს ძალიან კარგად ექვთიმეს თარგმნელობით მოღვაწეობას. არსებობს ეს ძალიან ყველასთვის კარგად ცნობილი ფრაზა, რომ ექვთიმეს თარგმნის პროცესში ახასიათებდაო კლებაი და მატებაიო, ანუ ის ქართულ ტექსტს ამატებდა პასაჟებს, რომელიც თვითონ მიიჩნევდა საჭიროდ. ესეც ციტატაა ეფრემისგან სიჩვეულებაში მყოფი ქართველი მკითხველისათვის, მაშინ როდესაც მისი თარგმანი, ეფრემის თარგმანი არის სიტყვა-სიტყვითი ბერძნული ყოველივე ჩანართის გარეშე და როგორც თვითონ ახასიათებს თავის თარგმას, იგი გამოირჩევა სიტყვა სიმოკლით. მე-11 საუკუნის უდიდესი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი და ფილოსოფოსი იმ ტაუელი აზნაურების შთამომავალი იყო, რომლებიც ბაგრატ მეოთხის ტახტზე ასვლისას საბერძნეთში წავიდნენ. მათი ემიგრაციის მიზეზი საქართველოსა და ბიზანტიას შორის ტაო-კლარჯეთის მიწების გამო ჩამოვარდნილი შუღლი იყო, რასაც საბოლოოდ პოლიტიკური დაძაბულობა და ქვეყნიდან მათი გადახვეწა მოჰყვა. საბერძნეთში წასულებს შორის იყო ვაჩე კარიჭისძე, რომელსაც ისტორიკოსები წმინდა ეფრემ მცირის მამად მიიჩნევენ. კონსტანტინოპოლში მიღებული შესანიშნავი განათლების შემდეგ წმინდანი ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავ-მთაზე იწყებს მოღვაწეობას, სადაც ამ დროს 70-მდე ქართველი ბერი ცხოვრობდა და ეს ადგილი განათლების უდიდეს კერას წარმოადგენდა. წმინდა ეფრემ მცირე კასტანას მონასტრის წინამძღვრადაც აურჩევიათ. მას არასოდეს დაუტოვებია შავი მთა და თავისი ცხოვრების განმავლობაში მრავალი სასულიერო ხასიათის ნაწარმოები გადმოთარგმნა. ფსალმუნთა კომენტარები, ჰომილეტიკურ და ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა კრებული, წმინდა ბასილი დიდისა და წმინდა ეფრემ ასურის ასკეტიკონი, მანვე გადმოაქართულა წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა იოანე დამასკელისა და დიონისე არეოპაგელის ნაშრომები. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მის მიერ ნათარგმნი და სხვადასხვა საუკუნეებში გადაწერილი რამდენიმე კრებულია, რომელთაგან ერთზეც მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის თავად წმინდა ეფრემ მცირის შესრულებული უნდა იყოს. ეს გახლავთ ჰომილეტიკურ და აგიოგრაფიულ თხზულებათა კრებული, რომელშიც დაცული არის ეფრემ მცირის თარგმანები. ძალიან იშვიათი მოვლენა არის, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ესე გამოვყოთ რომელიმე ქართველი წიგნობრის ავტოგრაფი. ცნობილი არის გიორგი ათონელის ავტოგრაფები და აი არსებობს თვალსაზრისი, რომ ეს ხელნაწერიც მისი ყოველ შემთხვევაში მისი ერთი ნაწილის გადამწერი უნდა იყოს თავად ეფრემ მცირე. და აი რომ შევხედოთ ამ ხელნაწერს, მართლა ძალიან სპეციფიური ხელით არის ნაწერი. ეს არ არის კალიგრაფიული ნუსხური, ეს არის უფრო სწავლულის მიერ შესრულებული ნაწერი. ეფრემ მცირე საზოგადოდ არის ცნობილი თავისი შეისწავეებით. ეს არის ხელნაწერის აშიაზე მოთავსებული
შენიშვნები, რომელიც ერთვის ტექსტს, რადგან ეფრემს არ ქონდა საშუალება, რადგან ეფრემს უნდა აუცილებლად სიტყვით ეთარგმნა ბერძნული ტექსტი, მას არ ქონდა საშუალება ჩართულიყო თვითონ თარგმნის პროცესში, აი გარკვეულ განმარტებებს ის იძლეოდა ხელნაწერთა აშიებზე. ღირსი ეფრემ მცირე ფილოსოფოსი 1101 წლის ახლო ხანებში გარდაცვლილა, რადგან რუის ურბნისის კრების აქტები, რომლებიც 1103 წელს არის შედგენილი, მას მიცვალებულთა შორის იხსენიებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა და დღევანდელ დღეს მისი ხსენება აღინიშნება. უამრავ ნათარგმნ ლიტერატურას შორის ისტორიამ შემოინახა წმინდა ეფრემ მცირის მიერ დაწერილი ერთი თხზულებაც, სადაც ანტიოქიელებს და ყველა იმ ადამიანს, რომელთაც არ სჯეროდათ, რომ საქართველოში მოციქულებს უქადაგიათ და ამ ქვეყანას მირონის ხარშვის უფლება აქვს, ბერძნულ და უამრავ სხვა წყაროზე დაყრდნობით დაუმტკიცა ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობა. ნაშრომი, სადაც წმინდანი ყვება იმ ქვეყნის შესახებ, რომელიც ბავშვობაში დატოვა და აღარასოდეს დაბრუნებულა, მაგრამ ყოველთვის იცოდა, რომ მისი სამშობლოა, დღესაც უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს.